არასელიეს ოჯახის მსგავსად მშობლიურ მხარეში ჩასვლას, თუმცა არა აფხაზეთში, არამედ ჩეჩნეთში ვერც იჩქერის პირველი პრეზიდენტის შვილი ახერხებს. აიღებს თუ არას მამის სისხლს ჯოხარ დუდაევის ვაჟი, ქრონიკას დეგი დუდაევი უპრეცედენტო სიმართლეს უმჟღავნებს. თუმცა ყველაზე რთული საუბარი მას გადაცემა სიმართლის დროში ექნება. ზუსტად 15 წლის წინ დეკემბერში პირველი ჩეჩნური ომი დაიწყო. მომმა მაშინდელი იჩქერის პრეზიდენტის ოჯახის სამუდამოდ დევნილებად აქცია. ნახეთ რატომ დგამს დეგი დუდაევი პირველ ნაბიჯს საქართველოსკენ და რატომ შექმნიდა ოჯახის ქართულ ქალთან ერთად. სიმართლის დროს ეთერში პირველი შემთხვევა, როდესაც გადაცემის ავტორთა ყურადღება რესპონდენტის პირად ცხოვრებაზე არ გამახვილდა. ჯოხარ დუდაევის ვაჟს სხვა მოლოდინი არც ჰქონია. ჩეჩნეთის და მისი ოჯახის ტრაგიკულმა ბედმა სკანდალური გადაცემის პრიორიტეტები შეცვალა. დეგი დუდაევის ყველა შეკითხვა მაინც ეუხერხულა, განსაკუთრებით კი ჩეჩნურ ტრადიციებთან დაკავშირებით. Притесняется ли чеченскими традициями свобода человека? ამ შეკითხვაზე გაახსენდა, როგორ მოიტაცა პირველი ომის დასრულებისთანავე ახმად ზაკაევის ვაჟისთვის საპატარძლო. ყველაფერი ჩეჩნური იჩქერის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის ვაჟისთვის ყველაზე ძვირფასია. ძვირფასა და საკრალურ დასმულ შეკითხვებზე პასუხად კის და არას თქმა არ გაჭირვებია. დეგი დუდაევის მაყურებლისთვის ამ პასუხების ახსნა განმარტება გაუჭირდა. Если честно сказать, то мне ни один из გულწრფელად რომ გითხრათ, არც ერთი კითხვა არ მომეწონა, მაგრამ ასეთია ჩემი ცხოვრება. მიხდება კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგან სიმართლე მარტო შენთვის კი არ უნდა დაიტოვო, არამედ სხვებსაც უნდა გაუზიარო. დეგიმ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ გადაცემის ჩაწერა პირველი ჩეჩნური ომის დაწყების 15 წლის თავს დაემთხვა. იმ დროს 10 წლის იყო. უმცროს დუდაევს კარგად ახსოვს, როგორ არ დაეცა გროზნო პირველივე საჰაერო შეტევაზე. ჩეჩნეთის ომმა მას ბავშვობა წაართვა და კრემლის ხელისუფალთა მიმართ ძიზღის გარდა სხვა არჩევანი არ დაუტოვა. დეგისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა 15 კი არა 300 წლის წინ დაიწყო. ხაზგასმით საუბრობს რუსი ხალხის მიმართ პატივისცემაზე. მამის ბედი მისთვის ყველაზე დიდი ტკივილია. ამიტომ დეტექტორის კითხვა, ცოცხალია თუ არა ჯოხარ დუდაევი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. Отомстили бы вы за смерть своего отца? Помню, как всегда, знаете, человек, который მამა მახსოვს როგორც ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცოდა ჩეჩნური ტრადიციები, მეგობრობის ფასი და მუდამ ახსოვდა გადასახლების სიმწარე. მამა ჩემი იმ ჩეჩენთა შორის იყო, ვინც ციმბირიდან მალულად მატარებლის სახურავზე გაწოლილი დაბრუნდა. ამ ფაქტმა განსაზღვრა კიდეც მთელი მისი ცხოვრების გზა, ამიტომაც უნდოდა მას ჩეჩნეთის თავისუფლება. თავისუფლება ის ღირებულება არის, გამოც საქართველოში თავს კარგად გრძნობს. ჩეჩნეთის თავისუფლება კი ის ფუნდამენტური იდეა, რომელსაც ცხოვრებას მიუძღვნის. დეგი დუდაევს უჭირს თქმას ადაღმოჩნდება ხვალ ამ იდეისთვის ბრძოლაში. იმასაც ფიქრობს, რომ ჩეჩნეთის თავისუფლება შესაძლოა მისი თაობა ვერ მოესწროს. მაგრამ რუსული იმპერიალიზმისადმი საზოგადოებრივი განწყობა მას საქართველოში ცხოვრებისთვის დამატებით კომფორტს უქმნის. чеченский и грузинский народ, они и истории тоже ближе. ჩეჩნები და ქართველები ერთმანეთს გვარან. აქაც ისევე არ უყვართ რუსეთის ხელისუფლება, როგორც ჩეჩნეთში. საქართველოში თავს ისევ გრძნობ, როგორც სახლში. სულიერი სიახლოვე მაქვს ქართველებთან მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა. Мы и не любим российское правительство, мы еще и очень духовно близки с грузинским народом. ჯოხარ დუდაევის უმცროსი ვაჟი წელს ვილნიუსის უნივერსიტეტს ამთავრებს და საქართველოში ცხოვრებას გეგმავს. კომპიუტერული ტექნოლოგიები მისი პროფესიაა. ამბობს, რომ სიამოვნებით იქორწინებდა ქართულ გოგონაზე, რომელიც ჩეჩნური და ისლამური ტრადიციების მიღებას შეძლებდა. უფრო მეც ჯოხარ დუდაევის უმცროსი ვაჟის, დეგი დუდაევის შესახებ იმედზე სიმართლის დროში შეიტყობთ.